ბრიუსელში ნატოს გენერალური მდივნისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა დაიწყო. მოლაპარაკებების მთავარი თემა ნატოში ინტეგრაცია და ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება. შეხვედრას ნოდარ მელაძე აშუქებს, რომელსაც ახლა ბელგიის დედაქალაქიდან პირდაპირ ეთერში ჩავთავთ. ნოდარ, დასრულდა თუ არა უკვე აუდიენცია? აუდიენცია რამდენიმე წუთში დასრულდება. ჩვენი პირდაპირ ეთერის მსვლელობისას სავარაუდოდ ჩვენ უკვე გვეცოდინება პირველი შედეგები თუ რაზე ისაუბრეს ანდრეს ფროგ რასმუსენმა და გრიგოლ ვაშაძემ, თუმცა პირველი განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერ კიდევ შეხვედრის დაწყების წინ გააკეთა. გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ დეტალურად იქნება განხილული ის ერთწლიანი სამუშაო გეგმა, რომელიც საქართველოს გააჩნია და საუბარი იქნება იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რომელიც ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა საქართველოს დააკისრა. ამ ვალდებულებებს საქართველოს კიდევ ერთხელ წარუდგენს რასმუსენს და ვაშაძე ამბობს, რომ აბსოლუტურად ყველა მოთხოვნა არის დაკმაყოფილებული. კიდევ ერთი მთავარი საკითხი, რასაც დღეს განიხილავენ შეხვედრაზე ზუსტად ამ წუთებში ნატოს შტაბ-ბინაში, ეს ეხება საქართველოს მონაწილეობას ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციებში. გაზაფხულზე საქართველოს ავღანეთში ყველაზე ცხელ წერტილში კიდევ 900 ჯარისკაცს გააგზავნის. ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეს ფროგ რასმუსენთან შეხვედრის დაწყების წინ გააკეთა. გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ ნატოში მიმდინარე დღეს და ხვალ მიმდინარე მოლაპარაკებები არის ერთ-ერთი მთავარი, მათ შორის საუბრის ერთ-ერთი თემა ბუნებრივია იქნება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიც. გენერალურ მდივანთან შეხვედრისას მთავარი საკითხი იქნება ჩვენი ყოველწლიური სამოქმედო პროგრამა მომავალი წლის უკვე მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს და ნატოს მიერ ერთობლივი ღონისძიებების გატარება საქართველოში და ჩვენთან ნატოს სამოკავშირო ოფისის გახსნა. რაც შეეხება ავღანეთში სამშვიდობო მისიის გაძლიერებასთან დაკავშირებით, თქვენ იცით, რომ 120 ჯარისკაცი ქართველი უკვე წავიდა ქაბულში, სადაც თავის ფრანგ მოკავშირეებთან ერთად იმსახურებს. 900-ზე მეტი გაემგზავრება თებერვალში მარტის დასაწყისში, რომ ამერიკელებთან ერთად იმსახურონ ჰელმანდის პროვინცში. ამ წუთებში მიმდინარეობს ნატოს ოფიციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპარტურაის საგანგებო პრესკონფერენცია, რომელზეც არის საუბარი სწორედ ავღანეთში სამშვიდობო ოპერაციის გაძლიერებასთან დაკავშირებით. ჩვენ ველოდებით, რომ აპარტურაი ბუნებრივია გააკეთებს განცხადება საქართველოს მიერ კონტინგენტის გაზრდასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მედიას, აქ უკვე მუშაობენ საერთაშორისო ავტორიტეტული მედია ორგანიზაციები. ისინი პირდაპირ ეთერში გადასცემენ ნატოს მინისტერიალს და წუთი-წუთი ჩვენ ველოდებით, რომ აქ მოვლენ სწორედ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების სრული შემადგენლობა და ისინი დაიწყებენ უკვე მოლაპარაკებებს ნატოს მთავარ საკითხებთან დაკავშირებით, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა უკრაინელი ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათთვის ინტერესის მთავარი სფერო არის რატომ ხდება საქართველოსა და უკრაინის გარკვეული დაჩაგვრა, რადგანაც დღეს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინა აუცილებლად მიიღებს მეფს და თუ ჩერნოგორიასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ეძლევა მეფი, მაშინ რატომ არის საქართველოს მეორე პლანზე? ამ კითხვას უკრაინელი ჟურნალისტები სვავენ. რასაკვირველია, მთავარი თემა იქნება ავღანეთის სამშვიდობო ოპერაცია და ამ ოპერაციის წარმატებულობაზეა დამოკიდებული ნატოს როგორც ორგანიზაციის იმიჯი. მაგრამ მე მაინტერესებს, რა ბედი ეწევა საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხს. საინტერესოა, რა სიტყვიან მინისტრები. როდესაც საუბარი მიდის მეფი მიანიჭონ ჩერნოგორიასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას, არ ამგონია საქართველო და უკრაინა ამ ქვეყნებზე ნაკლებად აკმაყოფილებდნენ ნატოს სტანდარტებს. და ამ წუთებში უკვე დასრულდა გრიგოლ ვაშაძისა და ანდრეს ფროგ რასმუსენის პირისპირ მოლაპარაკებები. ეს შეხვედრა გაგრძელდა დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში და შეხვედრის მთავარი თემა ამ წუთებში აკეთებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე რასმუსენთან მოლაპარაკებებზე პირველ განცხადებას და ჩვენი ინფორმაციით შეხვედრის დროს ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება და ქართულმა მხარემ მიიღო დაპირება, რომ ანდრეს ფროგ რასმუსენის მოსკოვში ვიზიტის დროს რუსეთთან მოლაპარაკებებისას სწორედ საქართველოს დეოკუპაციის საკითხი იქნება დღის წესრიგში მთავარი. რაზე ისაუბრეს ანდრეს ფროგ რასმუსენმა და გრიგოლ ვაშაძემ და როგორ მიმდინარეობს ნატოს მინისტერიალი და რა პოლიტიკური განცხადებები გააკეთა უკვე ნატოს 28 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მთავარი თემით დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ჩვენ ისევ პირდაპირ ეთერში ჩაგერთვებით და დეტალებზე გეამბობთ.